იმდენი ჩავდეთ, რომ საბარგული აღარ იკეტება. ჩვენ ახლა ვართ მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ბეჭდვს უყურებთ აგერ. ვიყავით 4 სოფელში, დავარიგეთ ლეპტოპები. მე სოფელში ვიყავით, 4-ზე მეტ სოფელში ვიყავით. მე ვარ ლუკა და ეს არის ჩემი ყავის პირველი ჭიქა ხულოში. ძალიან კარგი ბავშვები შევხვდნენ. მე პირდაპირ გაუცებას ვარ, ისეთი კარგი ახალგაზრდები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცეთ ისეთი რესურსები, რომელიც დაეხმარებათ, რომ თავისი იდეები განახორციელონ და სწავლა შეძლონ უკეთესად რამ. მე დავდივარ მაგიდის ჩოგბურთზე ბავშვობიდან. რამოდენიმე შეჯიბრებაზე გავედი, გამოცდილება მივიღე და გადავწყვიტე, რომ მართლა გავყოლოდი ამ სპორტს. მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემ გუნდებთან ერთად. სასკოლო ჩემპიონატია და საქართველოს სახელით გამოვდივართ. ყოფილა ისეთ მომენტები, რომ ძალიან შემშინებია, მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილებაში ცხოვრების და უნდა შენ თავს უნდა უთხრა თამაშის წინ, რომ მე შემიძლია და ამას გავაკეთებ. იმედია. ვიმე, იდეალურად მზად ვიყავით ყველაფრისთვის და აგერ 2200 მეტრზე ამოვედით მშვენივრად. ხულოშიც არ გაგვიჭირდა. მაგრამ ხო, პატარა მანქანებით მომხვალთ აქ. დადიან ვიღაცები და შეიძლება გაგზნობინონ, რომ შეიძლება აქ მაგით სიარული, მაგრამ არ შეიძლება. ძალიან თუ დღეში ვარდებიან. ახლა 4 დღე ვიყავით. რთულია, ნამდვილად ამ 4 დღის ესე გატარება, რომ სულ გზაში ხარ და ყველა სოფელში უნდა მიხვიდე შეძლების დაგვარად. ყველაზე მეტად მომეწონა ამ სოფლებიდან თაგო, ძალიან ლამაზი სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ გზა მანდარბეთის კარგი და ალბათ 1-2 მეტრი თოვლი მოდის ყოველ ზამთარს. ძირითადი მოსახლეობა მაინც იქ არის და უფრთხილდება ამ ყველაფერს პრინციპში. მე ვარ ლუკა და ეს არის ჩემი 30-ე ყავა ხულოში. ძალიან გემრიელი. ძალიან დიდი მადლობა.